მოგესალმებით. აბონის შოუთი, აბონ ციციაშვილის დილის საუბრები ჩაწერილი საღამოთი, იმიტომ რომ დილას ხანდახან კარგად არ მიაზროვნებს ტვინი. იმ დღეს კონცეფტში მოვხვდი. ეს კონცეფტი ამავე დროს ძალიან მოწიწებით მეკცევიან. რაღაცა ჩემ აზრს იღებენ მხედველობაში, ია, რას ფიქრობ ასე შემდეგ და მე რა თქმა უნდა გავშალე ფრთა და ერთმა ხოცმაც გაშალა ფრთა და მითხრა ისე გულზე მეფონება შენ როდესაც ბიძინას აკეფო გულიო ვიფხან გულსაო მეუთხარი კი ვაკებ ახლა ესე არ ვაკებ მაგრამ მე მის ჭკუას მის სუპერ ინტუიციას მის ძალას მის გამჭრიახ გონებას მის ძალიან მაგარ თამაშის უნარს ვაფასებ როგორ არ ვაფასებ აბა ეს სუპერ ინტუიციური და გრძნეული ადამიანი იმ წუთასვე და უმალ 1.15 სვლით წინ მიხვდა ერთ რაღაცას რომ ამერიკასთან ურთიერთობა დასალაგებელია რაც ჩვენი ოპოზიცია ასე ჩვენი ოპოზიცია ვერ ხვდება ჩვენი ხალხი ვერ ხვდება რატოა დასალაგებელი იმიტომ რომ ამერიკა ტარიფებით მოუჭირა ჩინეთს რაც შესაბამისად მოუჭერს რუსეთს ამიტომ მან სასწრაფოდ კაცი აფრინა ამერიკაში არველაძე დავითაშვილი მშვენიერი განათლებული ხალხი გადასარევი წარმომადგენლები მაგრამ ვის შეხვდნენ ჭიღრე პიღრე ყვავი ჩხეკვის მამიდებს მაგრამ არაუშავს თავარია რომ გადაიდგანა ბიჭი სანამ სოფლიოს ლიდერები ტრამპთან ერთად ერთიანდებიან ჩინეთთან საბრძოლოდ და შესაბამისად რუსეთის მოსუსტებისთვის ხდება ეს ყველაფერი ამასობაში სტრატეგიულ ობიექტს არის ჩაფოჩინებული ჩინური კომპანია ICC ხო ვიღაცა იტყვის ახლა ვაიმე იცით 70% ამერიკული კომპანია ხო დეპსტეიტური კომპანია BlackRock ვიცით ეს ამბავი ეგ რომელსაც ტრამპა ჯერ კიდევ როდის იხდა და დედას უტირებო ასე რომ მეგობრებო აი ჰაერში გასაფხულის სული ტრიალებს ძალიან მაგარი საფხული უნდა გქონდეს მეგობრებო მე თქვენთან ერთად ვიქნები აუცილებლად მოგაწვით ცხელ ჩემს აზრებს ერთს გეტყვით რომ პუტინს ძალიან ეშინია ტრამპის ძალიან ჩვენ გადავისვით რუსული ვაზელინი რომელიც დამზადებულია ჩინეთში და ძალიანაც კარგი რომ ასე ხდება ქართული ოცნების პრიორიტეტები აბსოლუტურ თანხმედრაში მოდის პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან მადლობა ღმერთს ეს გენადი არველაძე ვის შეხვდა არ ვიცი მაგრამ მე მგონი ვიღაცა ენდრიუ პიკ შეხვდა ნუ არაფერი ეს გვერდზე ვენოკი არაფერი ეს არ იძლევა არაფერს იმიტომ რომ არსად არაფერი დაწერილა არც ოფიციალურ საიტებზე არაფერი რაღაცა ისე ჩავიდნენ ნიადაგი მოძებნეს მაგრამ ხალხო ეს იმხელა გამარჯვება გამარჯობა. ეხლა კუტარზევენოქს რაც შეეხება, ვერ გავიგე, კაცო, ყაველაშვილი თუ დასაქცირებულია, რანაირად ჩავიდა რომის პაპის გასვენებაში გამაგებინეთ. დიპლომატიური პასპორტით, კი არა, ჩვეულებრივი პასპორტით. ვაიმე, ჩვენც ახლა დავიჯერეთ ამ ევროპის სანქციების რა. აი, მართლა გოიმები ხო არ გონი ვართ ამ ევროპას რა, მართლა და მართლა რა. შენ გელი